კილილას და დამანას წიგნის კიდევ ერთი ქართული თარგმანი გიორგი ლობჟანიძის ნაშრომის პრეზენტაცია დღეს კულტურის სამინისტროში გაიმართა. თარგმნელმა ნაწარმოები ბეირუთში გამომცემლობა ალ-მაყარაფის მიერ 1985 წელს გამოცემული ვარიანტის მიხედვით თარგმნა. ავტორმა ტექსტი რამდენიმე ვერსიაში შეადარა და საბოლოოდ თეირანსა და კაიროში 1957 წელს ერთობლივად გამოქვეყნებული კილილასა და დამანას კრიტიკული გამოცემის მიხედვით გამართა. ნაწარმოების ამხელა ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, კულტურის სამინისტრო დიდი ენთუზიაზმით დაუჭირა მხარე ამ პროექტს და შესაძლოა პროდუქტი სახეზე გვაქვს ბრწყინვალედ შესრულებული, როგორც შინაარსი, ისე ფორმა. ძეგლის დედანი არის არაბული იბნ ალ-მუკაფას ვერსია, რომელიც აქამდე ქართულად თარგმნილი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ჩემ თარგმანამდე საგანგებოდ არ გაუწია ანგარიშის სალიტერატურო ტრადიციას ამ შემთხვევაში, რომ განსხვავებული მკითხველს ეგრძნო განსხვავება სათაურიდანვე სპარსული ძველი ტრადიციული ვერსიიდან შესრულებულ თარგმანსა და არაბულიდან შესრულებულ თარგმანს შორის.